ამაღლების სპირალი მამა აბსოლუტის გზავნილი 14 თებერვარი 2020 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო საყვარელო შვილებო. ამრიგად გავაგრძელოთ ამაღლების ენერგიის შესახებ საუბარი. იმისათვის რომ ამ ენერგიის გათვისნობიერად გამოყენება დაიწყოთ, თქვენ უნდა ისწავლოთ მასთან რეზონანსში შესვლა. ყოველ ჯერზე, როდესაც უხმობთ ამაღლების ენერგიას, შეეცადეთ მთელი ყურადღება გადაიტანოთ ოქროს სამკუთხედზე, რომელიც აერთიანებს თქვენს მე-7 და მე-6 ჩაკრებს და ასევე გერჩელებრივ ჯირკვალს. ამგვარად თქვენ მომართავთ თქვენს ღვთაებრივ ანტენას ამ ენერგიის მისაღებად. როდესაც იგრძნობთ რომ ვიბრირებთ ერთ სიხშირეზე, თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ გარკვეული განზრახვა. მაგალითად, ვთხოვეთ ამაღლების ენერგიას გაწმინდოს ყველა თქვენი ნატიფი სხეული მესამე განზომილის პროგრამისგან და ათასფორმოს თქვენი ცნობიერება ღვთაებრივ დონემდე. ხოლო მაშინ, როდესაც იგრძნობთ რომ ამ ენერგიის ნაკადი გარს მოგეკვრათ, დაიწყეთ მისი გაცნობიერებული მართვა. გაიხსენეთ თუ როგორ გამოიყურება ამაღლების ენერგია. სამი ნაკადი ერწყმის ერთმანეთს და ქმნის მოისფრო მოლურჯო ვარდისფრო ნაკადს. თქვენი განზრახვის ძალით დაატრიალეთ ეს სპირალი საათის მიმართულებით თქვენი სხეულის გარშემო იმგვარად რომ მან თავისი ნაკადით მოიცვას ის მთლიანად. ვთხოვეთ ამ გონიერ ენერგიას თავისი ბრუნვის ძალით გაწმინდოს მთელი ნაგავი თქვენი ენერგეტიკული სივრციდან გაანეიტრალოს ნეგატიური ენერგიების შაბლონები და პროგრამები, რომლებიც ჯერ კიდევ ინახება თქვენს ნატიფ სხეულებში. შეეგზეინეთ ეს ბრუნვა, რომელიც უშვებს ღრმა და ყოვლისმოწვევ განწმენდის პროცესს და გარდაქმნის მთელს თქვენ არსებას. გამორთეთ თქვენი ეგო. შეეგზეინეთ თქვენი თავი ღვთაებრივ არსებად, რომელიც მომენტში აქ და ახლა იმყოფება. შეერწყით თქვენი ცნობიერებით ამაღლების ენერგიას. ნაკადის შეწყდება და ბრუნვაც გაჩერდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა თქვენი ნატიფი სხეული განიწმინდება და აივსება ამ ენერგიით. შემდგომ კი თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ შემდგომი განზრახვა. ვთხოვეთ ამაღლების ენერგიას დაიწყოს თქვენი ფიზიკური სხეულის სინათლისებრ კრისტალურად ტრანსფორმაციის პროცესი. იგრძენით თუ თქვენს სხეულიზე როგორ იწყება მუშაობა, რათა გარდაიქმნას მეხუთე განზომილების ახალ არსებად. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ როგორ იცვლება თქვენი გენეტიკური კოდი თუ დნმ-ის ორ სპილარს, ლურჯსა და ისფერს, როგორ უერთდება მესამე ვარდისფერი, რომელიც სიმბოლიზირებს ღვთაებრივ უპირობო სიყვარულს. თქვენი ფიზიკური სხეული შედგება უამრავი ნათობი სამი სპირალისგან, რომლებიც ნელ-ნელა ბრუნავენ, თითქოს დაასრულებენ ცეკვის ლამაზ რიტუალს თქვენი შემოქმედთან დაბრუნებისა და თქვენი დაკარგული ღვთაებრიობის აღდგენის აღსანიშნავად. და ეს მედიტაცია გახდეს თქვენი ერთგული დამხმარე ამაღლების მთელ პერიოდში, ხოლო ამაღლების ენერგია თქვენი თანამგზავრი, რომელიც დაგეხმარებათ არ გადაუხვოთ თქვენი სულისმიერ არჩეული გზიდან. გლოცავთ ჩემო ძვირფასებო, მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზომლად უყვარხართ საუბრობა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნა წაიგეთა ბიჭო. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.